გითხრათ სიმართლე პირველი მომხრე ვიყავი ქართული ოცნების, მაგრამ დღეს ძალიან ნული არიან ჩემ თვალში. რატომ? იმიტომ რომ არა გვაქვს ჩვენ საქართველოს ის პირობები, რომ ჩვენ ევროპისკენ გზა გქონდეს გახსნილი. რა გამოსავალი არსებობს ახლა? გამოსავალი არსებობს, რომ უნდა შეიცვალოს მთავრობა. მე მგონი თქვენც კარგად იცით ახდებით, რომ რუსეთისგან გზა ნამდვილად არ გვინდა ევროპისკენ, გვინდა მშვიდი ცხოვრება, გვინდა საქართველოში სრულიად სიმშვიდე და ხალხი იყოს დღევანდელ ცხოვრებაში ვარიან ისე ნამდვილად არა. ამ მშვიდობა მოვიტანეთო ქართულოსებმა ამას იძახის, რომ მშვიდობა ის აბა მე ვერ ხედავ მშვიდობას. მე ვერ ხედავ. მე სულ ჩემი დღე და მოსრება სულ ევროპაში ვარ და სულ ისა რატო არ უნდა ქონდეს საქართველოს ის პირობა, რომ ქართულმა ხალხმა მის ქვეყანაში წყარათა მშვიდად იმუშაოს. ვიყავი ემიგრაციაში, ახალი ჩამოსული ვარ ემიგრაციიდან და ვაპირებ კიდე წასვლას. რომელ ქვეყანაში? ვიყავი პოლონეთი, თურქეთი, რა ვიცი, ცოტა ეხა იტალიისკენ მივიწევ და უბრალოდ გული მწყდება, რომ ქართველი ხალხი ესე არ უნდა ვიყოთ. მუშაობ 900 ლარზე და 900 ლარზე დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან აქ რაზე მუშაობ თუ საერთოდ? თურქეთის მრეცხავად. და ეს რაში ყოფნით? არც არაფერში. და მithumedes პატიმრის პატრონი ვარ. აი ეხადაც პატიმარს უყიდე რაღაცები ცეხეზე შესაძლებლად. არანაირში არაფერში, აი საქართველოში რო 100 ლარის დღეში შემოსავალი ქონდეს, აი ქართველ ხალხს არაფერში არ გვაქვს. საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარიაო, ირაკლი კობახიძე ამბობდა რამდენიმე დღის წინ. ბაკურიაში მუშაობდი სასტუმროში დიასახლისა და 1200 ლარი მქონდა 14 საათიან გრაფიკზე ხელფასი. 14 საათი მუშაობდი დღე-ღამეში? მუშაობდი დღე-ღამის ღამიდან დილამდე. მე გამოსავალს ვერ ვხედავ, აი ოვიზო მიმოსვლა რო შეწყდეს საქართველოსთან, მე ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება ის უკვე შეჩერდა? რა თქმა უნდა. ყველა ემიგრანტი დეპორტირებული იქნება საქართველოში და ჩვენ მთავრობა სად მიყავს ამდენი დეპორტირებული ხალხი, სად უნდა დაასაქმოს, რომელი ქარხანა, ფაბრიკა მუშაობს საქართველოში? არც ერთი აბსოლუტურად. არანაირი.